კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. აბა ეხლა კარგი დილამშვიდობისა, დილამშვიდობის. როგორ ხართ მეგობრებო? გადასწარებად. მიუხედავად იმისა, რომ დილაუთენია აგაყენეთ. ცოტა შორის გაგაღვიძეთ. ისე არ გაგუჭირდა. ეთყობა ძალიან გვიხაროდა თქვენთან მოსვლა. ჩვენს გვეხარია თქვენი სტუმრობა და ესეთი ხალისიანი სამზარეულოს ფუსფუსი გველოდება წინ და მაყურებელსაც ლაშა თოვლი ახსენე და ჩვენ სამზარეულოში მზეა, ასე რომ ამაზე სადარდებელი არ გვაქვს. ნახე უკვე თუხთუხებს აქ წყალს ვამზადებთ იმისთვის რომ მოვხარშოთ პასტა. დღეს რაღაცნაირად იტალიური იტალიური გემოები შემოიჭრება ჩვენ სამზარეულოში. ეს კარგია. ჩვენი სტუმრები მოგვიყვებიან დღეს რას ვამზადებთ. რა როგორც მომღერალი, ეხლა ამ წუთას მომივიდა ეს აზრი გამახსენდა რომ გელა და ლუჩანო პავაროტი ორივე 12 ოქტომბერს არიან დაბადებულები და იტალია და პირველი იტალია შემოგვეჭრა გონებაში. კი და გვიყვარს რა თქმა უნდა. არა მე მგონი იმდენად ზოგადად გვიყვარს დაგემოვნებას სხვადასხვა სამზარეულოსი ვერ ვიტყვი რომ გამორჩეულად მხოლოდ იტალიური გვიყვარს ან მხოლოდ ქართული მაგრამ იტალიური ერთ-ერთი გამორჩეულია რა თქმა უნდა კი ნამდვილად ასე ამას ვერ დავუკარგავ. მოდი ახლა შენს გულში ჩაიხედე და აბა რომელ სამზარეულოს სწავლობ რეალურად ხალების დამოუკიდებლად სამზარეულო არის მოწინავე და უპირატესი და უპირატეს ყოვლისა რომელიც ძალიან გვიყვარს და ჩვენი მართლაც რომ გამოფეროვანი სამზარეულო გვაქვს და კი ბატონო და არა მარტო ჩვენი მე მგონი მთელი მსოფლიოსაც კი ბატონო რაღაცა თუნდაც ჩვენი მრავალხმიანობა რო ავიღოთ პოლიფონიაც ისეთი გვაქვს რომ მთელი მსოფლიოს პოლიფონია რო შეერთო კიდევ ამიტომ საოცარი ასეთ პატარა ქვეყანაში საოცარი მრავალფეროვნებები გვაქვს და ამიტომ ჩვენი ქართული სამზარეულო არის უპირატესი. დღეს მოვამზადებთ მე მგონი როგორც ვამბობთ იტალიური პასტა კარბონარას კი ბატონო და დესერტი იქნება ეს წოდებული ტირამისუ რომელსაც მე ერთად დავაგემოვნებ. კი რა დაგვჭირდება ამისთვის ჩვენ პასტას ვამზადებთ დღეს ორნაირს გვექნება ერთი კარბონარა უფრო კლასიკურ კარბონარას გავაკეთებთ რომელსაც მხოლოდ კვერცხის გული და ყველი სჭირდება პარმეზანი ან უფრო მეტად პეკორინო თუმცა ასევე მოვამზადებთ სამარხო ვერსიას, რადგანაც დიმარტინოს პასტაში არის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი პასტების და არის როგორც სამარხო, ასევე არასამარხო კვერცხის გარეშე პასტაც გვაქვს და შესაბამისად დღეს მოვამზადებთ ამ პასტის შეფუთვაზე თავად დოლჩე გაბანა ზრუნავს. ყველაზე იტალიური პასტი დაფთით დღეს. შეფუთვით არის ნამდვილად აქ იგრძნობა ძალიან იტალიური განწყობა თავად გუგელად ანუ კი მეხმარება ხოლმე დონაძე გელი. როგორც ჩემი მეუღლე შეყიროთ ხოლმე სოფელი კოჩარა სიკე. დიდი მოკითხვა და შემდეგ ასევე მოვამზადებთ სამარხო ვერსიას, რადგანაც ამისთვის აგერ გვაქვს პირდაპირ ესეთი მზა კოპის соуსი, არაბიატა და მას ცოტა სიმწვანისთვის შევკმაზავთ ან ისპანახი შეგვიძლია დავამატოთ, ცოტა რუკოლა შეგვიძლია, ბაზილიკი შეგვიძლია დავამატოთ. მოკლედ აქ უფრო ცოტა ქართულ გემოებს შევძემთ. რაც შეეხება თვითონ ტირამისუს, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება ყავა, ცოტაოდენი ამარეტო, რადგანაც ბავშვები არ არიან და მხოლოდ უფროსებისთვის ვამზადებთ. და ამან დამაინტერესა ყველაზე მეტად შეიძლება ეს არის სავოიარდის ესეთი ორცხობილა, რომელიც აუცილებლად სჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენს ტირამისუს ეს გამზადებული კი ბატონო ეს გამზადებული ინგრედიენტი ერთი ასევე იტალიური პიკოლოს ბრენდი რომელიც წარმოდგენილია გუდვილში და რა თქმა უნდა აქტიურად არის ჩვენ სამზარეულოში წარმოდგენილი სხვადასხვა პროდუქტებით საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი არის ამ ბრენდის
რაც შეეხება ჩვენს პასტას, როგორც უკვე ვთქვი, კვერცხის 3-4 კვერცხის გული დაგჭირდება და დაახლოებით, რა ვიცი, 100 გრამამდე ყველი, რომელსაც შემდეგ უკვე დავამატებთ და ესეთ ემულსიას ამით მივიღებთ და ხშირად არის ხოლმე რომ რაღაცა სახში როცა უცებ გვინდა ნაღებსაც ვიყენებთ და არაჟანსაც და ყველაფერს, მაგრამ ნუ სინამდვილეში კვერცხის გულით მზადდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სამზარეულოში არის რა კარგია კვერცხი, ეს გახავთ გუდვილის ბრენდი, რომელიც გვთავაზობს როგორც ბრინჯს, ასევე თხილეულს, ჩირეულს, მურაბებს და მოკლედ ძალიან ფართო ასორტიმენტი აქვს. და ჩვენ სამზარეულოშიც არის აქტიურად, ხოთაშორის სულ ამ მარილს ვიყენებთ, რადგანაც ესეთი ვარდისფერი ჰიმალაის მარილი გვაქვს. ჩვენი დახმარება ხო არ დაგჭირდება? არა, ჩვენ შეგვიძლია რომ ყავის მომზადება დაგჭირდებათ. და გამზადებული გვაქვს. ეს ექსელში ვამზადებს იტალიურ კერძებს. ასევე მაინტერესებს, აი, როდესაც მოგზაურობთ. აი, მოდი გელოქე, მოდი ავა არ დაგვილევია მე და თაკი. როგორ არის? ცოტა რომ მე გადმოგვისხა. ამარეტოთი თუ ამარეტოს გარეშე? მოგზაურობა ვიცი რომ ძალიან არის მნიშვნელობა. ყველა სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რაც ძალიან მიყვარს. ალბათ იმასაც ნიშნავს რომ სოფლიოს კულინარიასაც წყალობთ და სხვა კერძებს ხშირად აგემოვნებთ ხოლმე და ესეთი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გემოვნური თვალსაზრისით თუნდაც არ ვიცი ვიზუალურად თქვენთვის ყველაზე მიმზიდველი თუ იყო რამე რაც შეგიძლიათ რომ იცი რა მე მაინც უფრო ევროპაში მოგზაურობ ესე ვთქვა და რა თქმა უნდა მომწონს ვგიშდები დაგემოვნებაზე სიახლეებზე და უფრო დიდი დროით ცხოვრობდი საფრანგეთში 2 წელი, როცა ვსწავლობდი მაგისტრატურაში და იქიდან მოგზაურობდი და რა თქმა უნდა ვაგემოვნებდი, მაგრამ გელა მაინც უფრო აზიაც დაიპყრო და შეიძლება უფრო რამე საინტერესო მოგვიყვეს. მეც გავიხსენებ ახლა, სამზარეულოს წყალობ. რა თქმა ნუ უნდა. ეხა აზიაში მაინც გულისხმობთ ჩინეთს, გულისხმობთ იაპონიას, ხო. რადიკალურად განსხვავებული კერძები აქვს ჩინეთს და იაპონიას. მე იაპონიას ვარჩევდი. მეც ჩვენს ეს ვთქვით იაპონიას უფრო იქ რაღაცა ისე კი ძალიან დახვეწილია და პროდუქტები და უმად მიხვდები მაინც რას მიირთმევ. ისე მიხვდები მაინც რას მიირთმევ, მაგაშიც ვარ დაგეთანხმები და ნუ ცოტა ჩინეთს ცოტა მეტრი კიდე უფრო სიცხარე აქვს და ისეთი აქვს რომ ჩინური სამზარეულოს ეს რო ვთქვათ მიიღება უფრო კონცერტის მერე არის მიზა შეწოდებული რომ ისეთი სიცხარეა რომ აღარ შეიძლება კონცერტამდე იცავთ ხოლმე რა ყველანაირად იცავთ ყველაფერს აი როგორია თქვენი კვება კონცერტის წინ სხვათაშორის არაჩვეულებრივია კონცერტამდე პასტა არაჩვეულებრივი და პასტა წყლები ენერგიას გადლა იოგებისთვის და ყელისთვისაც არაჩვეულებრივი მარტო მე ამას ახლა ვისაც ვინც არის ცოტა ტელემაყურებელს ურჩევ რომ პასტით და წინადრეებში სჭირდება თუ უბრალოდ არა იმ დღეს არის რომ ვიდა შეწონილი და წინადრეებშიც რა თქმა უნდა ახლა ყოველთვის ვიცავთ ხოლმე იმიტომ რომ ახლა ჩვენ მომღერლები აუცილებლად ვაჩვევთ ხმას ცხარესაც მივიწმევთ სივსაც ანუ ეს არ არის და რაღაცა ეს მომენტი იმიტომ რომ პირიქით უფრო ძლიერდება და უფრო ეჩვევა ორგანიზმი იმუნიტეტი უნდა კონდეს რა თქმა უნდა მაგრამ კონცერტის შემდეგ როგორც კონცერტის შემდეგ რა თქმა უნდა ხო კონცერტის შემდეგ აუცილებლად სადაც მივიდივართ ხოლმე იქ უკვე მე პატარა ალკოჰოლის მიღება ხდება ხოლმე ხანდახან კონცერტის შემდეგ ყველაფერი შეიძლება ხო ესეთი კონცერტის შემდეგ უნდა აღინიშნოს აღინიშნოს ამიტომ აი თუ მაყურებელი კონცერტის დროს აღნიშნავს თქვენ კონცერტის შემდეგ აი თხილეული მაგალითად ვიცი რომ კატეგორიულად არ შეიძლება მე მაგალითად მქონდა ესეთი არასასიამოვნო შეფრება სცენამდე გასვლის წინ ნუ ჩემ შემთხვევაში სამეთყველო აპარატი ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენიმე აი ენერგიისთვის თხილი მივირთვი და დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მე წყლით შევძელით რომ ეს ყველაფერი გადასულიყო და ჩემი ხმა დაბრუნებული იყო ჩვეულებრივ ხილეულს თუ მირთმევ ეს არ უნდა კონდეს არც ასაყვანი გადაცემა და არც მით უმეტეს სამღერი თუ ხვინცით არ არის სამღერი ხო რა და ამიერიდან მეცოდინება რომ პასტა მოვითხოვო ხოლმე სცენაზე გასვლის და მაინტერესებს თუ აი მოგზაურობის შემდეგ
შემდეგ თუ გადმოდის ეს გავლენა თქვენ სამზარეულოში და თუ გაქვთ ხოლმე რაღაც ესეთი კერძი, რომელსაც ფიქრობთ, რომ მოდი ამას რომ ჩავალ, იმიტომ რომ აი შეიძლება რაღაცა ინგრედიენტები მოგაქვთ. ზუსტად. ხო, რაღაცა გამორჩა. აი ესეთი დაკუჭული სოკო წამომიღე. დაკუჭული რაგია. სოკო წამომიღე. ჩინეთიდან წამოვაღებდი. რაღაცები ესენი წამო ისეთი რაღაც соусებს მაბარებს აქ არ იყო ხა ეგ соусები და იქაც ბოლოს ვერ უხსნი რაღაცა სახელწოდებით არის და ბოლოს მობილურებით მიდიორი მეთქი ეს соуსი. ანუ კი რა და დამტანჯი რა გინდა. განსხვავებული ინგრედიენტების. და სამშიც მოვაწყოთ აზიური დღე და არ იყო ცუდი ჩემი ატრია. კი, ძალიან კარგი იყო. შვენიერი გავა. კარგი. მაინც ეს ექსპერიმენტებს ატარებ ხოლმე და ხა კულინარის უხდება ექსპერიმენტი. ანუ კი, აქ რასაც აკეთებს ხოლმე, აი გულწრფელად ვამბობ, არ არის ხა იმიტომ რომ ხა ეთერში მიჩვენს. დარწმუნებულები ვართ რომ ასეა. რასაც ხელს მოკიდებს, აკეთებს არაჩვეულებრივ. მართლა. ერთმანეთის კება არ იყოს. გელაც ძალიან აქტიურია სამზარეულოში. ეს დავაგემოვნებ. მეთქობა რა კარგი. არა, ისე ძალიან გვანებიურებენ, იმიტომ რომ სულ სადღაც ვართ დაპატიჟებული, სულ რაღაცა გემრიელს ვსინჯავთ. გარდა იმისა, რომ ესე ოფიციალურ მიღებებზე მეგობრებით ყავს საოცარი კულინარები და აქეთ მეგრული სამზარეულო ეკაგვათოს ოჯახში, სადაც აი სუელარჯი იწელება და კუჭმაჭი და კუპატი. აქეთ კი თამარა კაპანაძე აქეთ თამარა რომელსაც აქეთ ხავ და მოკეთ აი ძალიან ანიკა ვრელიშვილი როგორი კულინარი ყავს. ხო, ნუ ეხლა მეგრული მაინც გამოირჩევა თავისი რაღაცა კიდე სხვა. ძალიან მადი საფუძვლად. ჟღერს ლიკა დამეთანხმება. და დაუჩქაროთ ლიკო და დაუჩქაროთ კერძებს. კონცერტამდე მივიდოდ ხომზე ელარს. კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. დიდი ფუსფუსია. ილამშვიდობისა კიდევ ერთხელ თქვენი თემა გავაგრძელეთ ჩვენს და აქ საუბრობდით ამ თემაზე. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მაყურებელს, დაგიბრუნდით სტუმრებთან ერთად, როგორც უკვე პირველ ჩართვაში შეგხვდით, ანუკასთან და გელასთან ერთად, არაჩვეულებრივ წყვილთან ერთად, რომლებიც დღეს ამზადებენ ჩვენთვის იტალიურ გემრიელობებს და მეც ცოტა ვეხმარები ამ პროცესში. კორექციაზე ვსაუბრობთ. ახლა ამ გემრიელობების შემდგარი ძალიან რთულია, რომ ამ ყველაფერზე ვიყიდო. კი, ნამდვილად. დავიწყებთ. ანუკა თუ შეიძლება მოგვიყევი რა ეტაპზე ხარ და მანამდე გელათი შეგვიძლია ანუკას დავაკეთეთ უკვე მე უკვე პირდაპირ დესერტით დავწყე ერთი ფენა ეს არის ყავა და ამარეტო რა თქმა უნდა კლასიკური ტირამისუსთვის საჭიროა იყოს ესპრესოს ყავა პიკანტურ გემოს აუცილებლად ცოტა ალკოჰოლიც დავამატეთ ჩვენ ამ აქ დავამატეთ ცოტა ცხელწყალს ამარეტო გამოვიყენეთ ამ შემთხვევაში, თუმცა შეგვიძლია თუ ბავშვებს ვამზადებთ, რა თქმა უნდა, არ გამოვიყენოთ. ასევე ანუკა ახსენა, რომ ყვითელი კრემი მიყვარს. ხო, მიყვარს აქვს ტირამისუს ყვითელი კრემი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ტრადიციულად კვერცხის გულით მზადდება. მხოლოდ მასკარპონე სჭირდება და კვერცხის გული, რომელიც შემდეგ ორთქლზე უნდა დამუშავდეს ხოლმე. თუმცა მე პირადად მაინც თავს, აი, ყველგან სადაც შემილია, თავს ვარიდებ კვერცხს და ამიტომ მირჩენია ხოლმე, რომ მასკარპონეში ცოტა ნაღები დავამატო და ესეც საკმარისია. ესეც გემრიელი იქნება ძალიან. კი, ასევე აქ გვაქვს გელასთან სადგება სამარხო. მე იქნებოდა მანამდე რა ხდებაო? მანამდე გვაქვს ესეთი სამარხო დიმარტინოს პასტა. რომლისთვისაც გელამ მოგვიწალა ისპანახი და დაამატა ასეთი ძალიან მარტივია, აი მარხვაც როგორი მარტივია, ხო? კოპის 1 კილა გავხსენით არაბიად და მოვასხით მოწალულ ისპანახს და ამავე соуსში გადავიტანთ ჩვენს პასტას და ეს იქნება უკვე ჩვენი სადილი. მზად, თუმცა შეგვიძლია რომ აქვე დავამატოთ კიდევ რაც გვინდა, შეზავდება და მზად იქნება ფაქტობრივად. შეგვიძლია დავამატოთ რუკოლა, ზეთისხილი, მოკლედ სხვადასხვა ბოსტნეული ბარდა და ასე შემდეგ, რომ მართვის პერიოდში უფრო გავაჯეროთ და აი ეს უფრო გამოგადგებათ ახლა. გავამრავალფეროვნოთ ჩვენი
ასე ვთქვათ, კვების რაციონი. ლიკა სანამ მზადების პროცესია, მე თან მინდა კითხოთ მარტის თვეზე, იმიტომ რომ ვიცი რომ საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი მარტის დასაწყისი ქონდათ, რომელიც უნდა გაგრძელდეს თან. ამაზეც რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, მას განსაკუთრებული თვეა, ქალბატონების ჩვენი თვე და რა თქმა უნდა, მივისაკუთრებთ. კი ბატონო. არა მხოლოდ მარტი. ყოველი თვე თქვენია. ჩვენი მხრიდან ფებრუარი დაგვიტოვეთ რაღაცა მეუბნებით. მეც ვიჩნდები, მეც. თქვენი რა მიდის გაჩუქებთ ყოველთვის, რა პრობლემაა? და შესაბამისად ჩვენ აუ რა ასურნელი აქვს რა. არის მთავარია შერჩევის პროცესი, ფილტრის, უნვა, ეს არის მთელი ამბავი. ეს ხლათ არ უნდა იყოს, მაინც სისქე უნდა კონდეს და ნელ-ნელა გადაუსვათ ისე რომ ლამაზად. მოდი, ეხლა გვითხარით. აი, რა ნაწილი დაგვჭა, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი და შემდეგ უკვე გაცემის მომდევნო ნაწილში შედარებით დიდი დროით შემოგიერთდებით და მარტის ამბები შევინახოთ. მარტის ამბები შევინახოთ და დეგუსტაციის და დაგემოვნების ნაწილიც მე შემიძლია გაჩვენოთ გელას მიერ მომზადებული სამარხო პასტა, რომელიც არის უკვე მზად და გამოიყურება ძალიან მათი აღმწვრელად, ძალიან და ფერებიც როგორი აქ წყალი თუხთუხებს იმისთვის, რომ უკვე მეორე სახეობის პასტა მოვათავსოთ მოსახარშად და მოვამზადოთ უკვე მესამე ჩართვაში მოვამზადებთ, როგორც ვთქვით, კარბონარას, რომლისთვისაც ყველა ეტაპს აუცილებლად გაჩვენებთ. აჰა. აქ კი მე მგონი მხოლოდ კაკაოს მოყრაღა დაგვრჩენია რა, ანუ კიდევ გაუშვებ მასივარში. დესერტი უკვე მზად არის, შეიძლება ითქვას. კარგი. შეგიძლიათ კაკაოს ბურთს და მოედანს ცოტა ხნით გიტოვებთ, მაშინ. არ მოიწყინოთ ცოტა ხანში დაგაპურებთ ანაჩვეულებრივ. არც თქვენ მოიწყინოთ. ანელისვლით და ნაბიჯით მიდიხარ ლაშა, ამ ამბებზე შეიძლება. გული მაქვს, სუდად, აქ ისეთი ამბები ხდებოდა. ვერი მქონდა ისეთი ამბები ხდებოდა. არ შველის ამას. ჯერჯერობით ლევანის სტუდიაშია თუ გული შეგვაწუხებს ძალიან. აქ ისეთი სურნელია რა. დაგიბრუნდით ეთერში დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებს ანუ კი გელა მადლობა რომ დღეს ხართ ჩვენთან ერთად ტირამისუ მზად არის სამარხო პასტა გელას მიერ მომზადებული მზად არის ეხლა ეს მოაფქვია გელა ულამაზეს და ასევე მზადების პროცესშია ჩვენი პასტა რომლისთვისაც გამოვიყენეთ აი ესეთი ფერარინის პანჩეტა რომელიც დავჭერით და შემდეგ აი პირდაპირ ჯერ ცოტა გაგრილებულ ტაფაზე მოვათავსეთ და ვაცალეთ რომ ტაფაზე გაცხელებულიყო და მე ნელ-ნელა შეიბრაცა თავისივე ხო соуსში ახლა ეს უნდა გამოვრთოთ რადგანაც უკვე დროა რომ გადმოვიტანოთ ჩვენი პასტა აქვე და ვაცალოთ რომ ცოტა ხანი პასტასთან ერთად აი ეს თავისივე ცხიმი არც ზეითუნიზეთი დაგვიმატებია და არც კარაქი არაფერი ესე ერთად გაიხსნას და პარალელურად აგვაქვს მზად გვაქვს 3-4 კვერცხის გულია თქვეფილი რომელშიც რა თქმა უნდა ჩავახტით კარგად პარმეზანი დაახლოებით 50-70 გრამი პარმეზანი სჭირდება ამ რაოდენობას და ცოტა უკვე აქ ისევ თავისივე სითხეს დავამატებთ და ამით მომზადდება соуსი ესეთ ემულსირდება და შემდეგ იქნება უკვე ეს მზად ასევე რა გამოვიყენეთ ჩვენი ტირამისუსთვის ესეთი პიკოლოს სავოიარდის ჩხირები ეს არის იტალიური ბრენდის და ეს ბრენდი წარმოდგენილია საკმაოდ ესე აქტიურად გუძილში აქვს სხვადასხვა პროდუქცია და რაც შეეხება ფერარინის თქვენ უკვე კარგად იცით ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდი რომელიც წარმოდგენილია ასევე გუდვილში ძეხოულისა და ყველის მიმართულებით რომელსაც აქვს საკმაოდ დიდხნიანი ისტორია ესე მე პარალელურად აქ სამზადისში ვიქნები და თქვენ შეგიძლიათ რომ დაასრულოთ თქვენი მოვაყაროთ აი თან მოვაყაროთ და თან მარტის ამბები მოუყვეთ დავიწყეთ და ვერ დავამთავრებთ ამბებამდე თუ შეიძლება ვისარგებლო შემთხვევით და გელა ჩემ დედიკოს მილოცოთ ანუ კი ალბათონი მარინა გვალია დიდი სიყვარული ჩვენს ულამაზეს ადამიანის ძალიან ძვირფასი უმაგრეს დაბადების დღეს ბედნიერება სიხარულს გამძლეობას ძალიან გვყარხართ და ჯანმრთელი ყავით და დიდხანს
ძალიან ლამაზია და საყვარელია და კადრში შეხედე გიხოცები. მოერწდებით მილოცვებს კადრი უნდა ნახეთ როგორ რა გავაკეთო გაბატონ მარინა მეტი რა გავაკეთო როგორ უმზადებ მაშინ გაბატონ მარინასთან გავუშვათ ეს ტირამისუ ჩვენ არა ჩვენ არ დავაზიანებთ. არა თქვენ რო არ დააგებოვნოთ ისე არ გამოვა ცოტას გაბატონ დავაგებინოთ მარინას თვითონ გელა გაუმზადებს მე უკვე ძალიან კარგი ჩემი რეცეპტი ვეყოფ ხო ჩემი რეცეპტი არ დაინანა, არ ინგრედიენტები გვაქვს სახში გაბატონ მარინა სახში მოგიზადეთ ტირამისუს და მოგიხსოვთ დაბადების დღეს ჩაგაქრობილებ სანთლებს და გიღერით დიდი სიყვარული სიმღერაც გამოგვიო არ გამიჭირდება ხო, სიმღერას იგი კერძებით მიულოცავთ, სიმღერით აქედან მიულოცავთ და მოუყვეთ ეს ცოტა მარტი იმდენჯერ ახსენეთ ხო, მარტი იმდენჯერ ვახსენეთ, რომ მოდი, ხო, რა ხდება თქვენ შემოქმედებაში? ხო, სულ ვიცით, რომ დატვირთულები ხართ, სულ ვიცით, რომ სასურველები ხართ. სადაც გავიხედებით თქვენი ხმა ისმის ხოლმე შესაბამისად. ნამდვილად არა და პირიქით ყოველთვის სასიამოვნოა ხოლმე თქვენთან ურთიერთობაც, თქვენ მოსმენაც, ყურებაც. შესაბამისად, მოდი, აბა გითხარით, რა ხდება თქვენს ასეთ მრავალფეროვან შემოქმედებით ცხოვრებაში? ჩვენი კონცერტები და ღონისძიებები ჩვენ დედაქალაქში რო არის ჩვენთვის განსაკუთრებულად საყვარელი ეგ ნამდვილად იცის ყველა, მაგრამ კიდევ უფრო სასიამოვნოა, როცა გავდივართ ქალაქ გარეთ და ამიტომ ამ მარტში ეს იყო მნიშვნელოვანი, მქონდა ქუთაისში და სამტრედიაში ორი ესეთი აკადემიური საკონცერტო დარბაზებში კონცერტი მე და გელასი და განსაკუთრებული მსმენელი. ახლა როცა ქუთაისი მიგიღებს იქ გამორჩეულად მუსიკალური ყურის გემოვნების საზოგადოება და ასევე იმერეთი ზოგადად და იყო აი ნამდვილად ისეთი წარმატებული არაჩვეულებრივი მსმენელი, ორგანიზატორები, კრიტიკული და გემოვნებიანი. გემოვნები და ხალბატონებს უმღერეთ 6 მარტი ქონდა ჩვენ ესე ვთქვათ შუაში არც ხო აი ლამარტისადმიც არის და ქალთა დღეები გავაერთიანებ და სამტრედის მუნიციპალიტეტი დაგვხდა არაჩვეულებრივი. ყველა ორივე და რა ყველაზე მთავარი და საერთაშორის ამ ახლო ურთიერთობებს და ის ჭიდრო გადაკვეთის წერტილებს განსაკუთრებული ხიბლი აქვს ხოლმე. ერთია, როდესაც სატელევიზიო ფორმატში ადამიანები გიყურებენ, გადავნებენ თვალს და ჩვენ ხო რაღაცნაირად არ ვიცნობთ ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ თითქოს გვიცნობენ ხოლმე, მაგრამ აი ეს შეხვედრა როგორც კი ხდება, მომენტალურად ხდები, რა ძალა აქვს აი ზუსტად ამ პროფესიას. და განსაკუთრებით ძალიან მიყვარს ხოლმე რეგიონალური გასვლები და სცენა რო ნათდება, აი უბრალოდ დარბაზი, და ჩვენ როცა სცენაზე ვართ და განათებად, მაინც ვერ ხედავ მაყურებელს და სულ ყოველთვის ბოლო ნომრად ესე გვაქვს ხოლმე მოთხოვნა, რომ გავანათოთ დარბაზი და ერთად ემოციები, აი ესე ფერზე დგომი ტაშით მსმენელი, ეს არის მთავარი ჯილდო ჩვენი და ესეც იყო. ჩვენ შემოქმედება არის ჩვენი ძვირფასი ერის და კიდევ ეხა ბათუმში 29-ში 29 მარტს არის ლილიკო ჩვენი აი საოცარი კომპოზიტორის ლილიკო ნემსაძის შემოქმედებით საღამო ბათუმში სადაც 29 მარტს გავგზავნებთ და 29-ში ესე იგი მოვინიშნოთ კარგი კონცერტი იქნება მანამდე შუალედში სადღაც გაფრენა გვაქვს მოკლედ სულ სიმღერით ცხოვრობთ, სულ ასე მოგზაურობებში ხართ და ასევე სიმღერამ გაგაცნოთ ერთმანეთს. ნამდვილად სიმღერამ გაგვაცხ რომ მე მოვდიოდი და ერთხელ ვიხილავ აი ხამ პასტას აი უნდა რაღაცა უნდა აი ვერ იყრება გელა გთხოვთ ინგომიჩავოლარე ნენჩავო ფინიტო აბა volare cantare nel blu dipinto di blu felice di stare lassù ერთმა კაში და გემოვნებებზე მოქმედებებს მოდი თუ შეიძლება ცოტა პარმეზანიც დაგვიმატოთ და მე გელას გემოვნებით ბევრი დავახეხოთ ლაშას გემოვნებით მე ვიცი ლაშა უკვე ჩამაწოდა როგორც ხედავთ იმიტომ რომ უსამართლობას ჰქონდა ადგილი ხოჩასვენებაში როგორ
აბა ინგო მინჩავო ლარენე ჩემო ისმეთ მე ლაშას გემოვნები არა უნდა სჭირდება რეცეპტში ასე გელა რა გემოვნური თვისებები ექნება ღმერთო ამასობაში ჩვენთან სტუდიაში უკვე სააღდგომო სამზადისი როგორც ხედავთ დაწყებულია ჩვენი დახრის სახზე არის ნაირ-ნაირი პასკებით გუდვილი უკვე 22 წელია ვთავაზობთ და გვანებირებს პასკების მრავალფეროვანი ასორტიმენტი არის ხოლმე როგორც ყოველთვის და მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულით არის ნოტიო და ჰაეროვანი გუდვილში დაგხვდებათ ქართული ტრადიციული პასკების დიდი არჩევანი როგორიცაა პასკა ქიშმიშით და უქიშმიშოთ შაქრის ფხვნილით და პასკა ცუკატებით ასევე ხელმისაწვდომია ყველა ფილიალში და ასევე გუდვილ წერტილი ჯიზე და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ დაგემოვნება მე მქონდა შანსი და დავაგემოვნე და ზუსტად ისეთია როგორც მე მიყვარს რადგანაც არ აქვს ზედმეტად არანაირი არომატი არის ეს სახური პერიოდი კიდევ უფრო ადრე იწყება ჩვენს ეთერში კი ბატონო და რა ლამაზად გამოიყურება რა ხო აუცილებლად აღსანიშნავია ეს დღესასწაულია რომელიც მოგვიახლოვდა და განსაკუთრებულად გვიყვარს და აღნიშნავთ ხოლმე საქართველოში კარგი ესე იგი იტალიური კერძი არომატი მოვიდა აბა ოხ როგორი სააღდგომო აკომ შეისრულთა რაც მოვიდა მოვიდა გელა ამას რა სიმღერა მოუხდება ჩვენი ტირამისუ ხო დაგვეჩაგრა თქო ვფიქრობ თან როგორ მორთო გელა როგორ მოკაზმა არა ძალიან ლამაზი გამოვიდა ყველაფერი ნამდვილად არა პარმეზანი და გავაფუჭოთ ეს ტირამისუ აბა რა უნდა აუცილებლად ისე ნუ რახან არის შლით კი ბატონო რახან ჯერ მარინიანი თქვა მოდი იცი რა ვქნათ აი ამ თებს გავანთავისუფლებ და ამ თებსზე დავაგემოვნოთ თუ შეიძლება თან კაკაოთი არის და კიდევ უფრო მოუხდება თუ აი ესე პირდაპირ ლეკუნა რა საკეთებ ახლა თებს ვამზადებ ხო იცი კოვს რო დებენ ხოლმე და კაკაოს რო აყრიან ცუდა მთელი ამბავია მაგრამ აი ეს შენახე ესეთი თებში გაქვს და შეგიძლია პირდაპირ ამ თებსზე გადმოიღო აკოს დაუთმობ მაშინ არა პირველ მადლობა ძალიან დიდი დაგითხრა არავითარ შემთხვევაში ვერ შეგეცილები ამ ათაბალაში ჩემთვის ნამდვილად ვერ გავყო ნახე როგორ დასწრებაზეა გელა რა რო ამზადებთ ხოლმე სახში რა თქვი როგორ იქნება სახში რო ამზადებ ანუ კი რას ნამდვილად სულყინებთ აი ყოველ შემთხვევაში შეძებ ახლა ზოგჯერ არის როცა არ ვღერთ მაგრამ ისე კი აი რაღაცნაირად ეს სულ ვამბობ ჩემთვისაც რომ ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს პროფესია შემხვდა წილად მართლა აი ძალიან რომ მაგარია სიმღერა მუსიკა ის რაღაცა სხვა მდგომარეობაში სხვა სამყაროში აი გადაყავხარ ნამდვილად და მე როდესაც ამას კიდე სხვა სიტყვება მოყვება ხოლმე და სულ იცი როგორი განცდა მაქვს ხოლმე ვისაც უყვარს ქართული სიმღერა ვისაც უყვარს აი ეს ჩვენი მართლაც საოცარი მემკვიდრეობა გონია რომ ის ვერ იქნება ცუდი ადამიანი აი სულ ეს განცდა მაქვს ხოლმე და ერთი დიდი სიკეთე და დიდი პლუსი აი ამ უნარის და შესაძლებლობის სახით აი მგონია რომ ღმერთმა დააბერთხა მას რაც მე არ მაქვს სამწუხარო არა და ძალიან მიხარია რომ საერთოდ აღარაფერს აღარ ვიტყვი გელაც არის ადამიანი რომელიც არასდროს არ დაგზარდება სიმღერას. ანუ რას გულისხმობ? ხშირად ვიკრიბებით მეგობრების წრეში, რაღაცა ისეთ სივრცეში, სადაც არ არის ოფიციალურად სიმღერა აუცილებელი. არ არსებობს როცა ანებიურებთ ხოლმე. აი, სულ ვარ მზად, რომ აი ხლა ხმაზე არა ვარ და დავიღალე, ანუ იმღერი, ან კონცერტი მოურჩი და კიდეს აი ჩვენ სულ მზადყოფნაში ვართ. ანუ ახლაც მზადყოფნაში ხართ. ეხლა აუცილებლად. სულ მზადყოფნაში ვართ. ეხლა განსაკუთრებულად. ჩვენ ვიმღერებთ და თქვენ დააგემოვნეთ. არა, ჩვენ დაგელოდებით და მე ერთად დავაგემოვნოთ, აბა რას ვიზამთ. რა იქით ლაშა. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის.